33 წლიანი უშვილობის შემდეგ ოჯახს ნანატრი ბიჭი გაუჩნდათ. ჩემი სტუმრები 60 წლის ასაკში გახდნენ მშობლები. ქალბატონი, რომელიც ახლა სტუდიაში შემოვა, მსოფლიოში მე-6-ე, ხოლო საქართველოში პირველია, ვინც ამ ასაკში პირველი გენეტიკური შვილი გააჩინა. ნათელა და გურამ ლაზიშვილები, ნანატრ გიორგისთან ერთად. მობრძანდით. მოდი ჩემთან. დედა, რა ლამაზი ჩოქააცია. მოდი დედა, მოდი. საოცარი ადამიანები ხარ. გაოცებული ვარ, ზღაპარში მგონია თავი და ძალიან მინდოდა რომ მენახეთ და ენახეთ ჩემს მაყურებელს. მომიყევით თქვენი ჯერ სიყვარულის ისტორია. 33 წლის განმავლობაში ველოდებოდით გიორგის და ბოლოს მოვიდა. 33 წელი ცხოვრობდით ერთად, გიყვარდათ ერთმანეთი, არ გყავდათ შვილი, არ ფიქრობდით რომ აგეყვანათ მაინც? არ გვიფიქრი აყვანაზე ნამდვილად. ყოფილა შემთხვევები რომ სულ ქმარი ცილდებიან იმის გამო რომ შვილი არ ყავთ. კი, ბევრია. არც და ცილებაზე არ გიფიქრია. არა, საერთოდ არა. როგორ გიყვარდათ ეს ერთმანეთი? ძალიან დიდი ისტორია აქვს სიყვარულს, ჩვენ სიყვარულს. ჯარი და რო ჩამოვედი რა 22 წლის ვიყავი, მაშინ 21-ის, იქიდან მიყვარდა აგი და ის რამოდენიმე წლების სიყვარული რო გქონდა, იმდენად გავატარეთ ერთად და შინაარსიანად და ყველანაირად, მაშინ ცხოვრებაც უფრო რა ქვია, უფრო სხვანაირი იყო და გაჭირვება არ იყო არაფერზე. არ ჩხუბობდით ხოლმე? საერთოდ არა. და იმხელა სიყვარულით მოხდა ჩვენი შეუღლება რომ მიუხედავად იმისა, მე არ მყავდა შვილი 33 წელიწადს, მაგრამ განშორებაზე და ოჯახის დანგრევაზე არ მიფიქრია. იმიტომ არ მიფიქრია, რომ რაღაცის იმედი გამაჩნდა ცხოვრებაში, რაღაცა იქნება. სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ 59 წლისა ჩემი მეუღლე და 61-ის მე ვარ, ამ ასაკში ღმერთმა მაჩუკა ჩემი გიორგი და ჩვენი ცხოვრება, ესე იგი დააბრუნა იმ 25 წელზე და იმ 30 წელზე. გაგვახალგაზრდავა. 60 წლის ასაკში გაგიჩნდათ შვილი. რომ გაიგო ხალხმა, ჯერ რა თქვეს? ყველას გაუკვირდა. ექიმებმა რა თქვეს? ექიმებსაც გაუკვირდათ. რა საოცარი. საქართველოში ასეთი არ მომხდარა ჯერო. საქართველოში კი არა, მსოფლიოში 4 თუ 6 ადამიანია. ესა მეხუთე. გინესის წიგნში არ შეხვედით? ეხლა გაიგეს მთელი მსოფლიო. პირდაპირ ისე არ ყოფილა, ამას დაჭირდა დიდი მკურნალობა, ამას დაჭირდა პირადი ექიმი ყავდა და ყავს კიდევ. ქალბატონი მაიკო ბურცხვიკიძე ბათუმში, რომელსაც მინდა ამ ეთერით დიდი მადლობა გადაუხადო კიდევ. ქალბატონო მაია, მეც მადლობა ყველაფერი კარგი და ყველაფერი ბედნიერება. კი, ნამდვილად. ამავდროულად ბატონო გიგე კიდევ არის ჩვენთან მედინა, უძლიერესი და რა ვიცი, უძვირფასესი ექიმებია შით. როდესაც ეც ავად იყო და ცუდად გახდა და ყოფნა არ ყოფნის საქმეზე იყო ლაპარაკი, ბატონ ჯუმბერ უნგიაძემ ეს აიყვანა თავის კონტროლზე. ბატონ ჯუმბერს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო უნგიაძეს. მინდა მადლობა გადავუხადო მთლიან მის კოლექტივს, რომლებიც ქალბატონ ნათელას თავს ეხვეოდა ყველა და ყველა დაინტერესებული იყო. რას გრძნობთ ეხლა? მე ვარ 25-27 წლის და შემეძინა ბავშვი და 25 და 30 წელიწადს კიდევ იქნებ რომ ჩემი გიორგი გავზარდო, ჩემი გიორგის მივცე სწავლა განათლება, ჩემი გიორგის მივცე ყველაფერი რაც ჭირდება ახალგაზრდა ადამიანს და პლუს ამას ყველაზე ბოლოს ლაპარაკობ რომ ბათუმში ზღვის პირის ახლოს პრესის უბანში კაი ბინა დაუტოვო და ვაჩუკო და გასაღები ჩავაბარო. აია ჩემი ცხოვრების დევიზი რა. ქალბატონო ნათელა. ბატონო. მეორე ბავშვს გაჩენას არაპირ. ჯერ გეიზარდოს ცოტა ამან. ჯერ გასაზრდელია. ჯერ გეიზარდოს ამან და მაგის კი არაა გამორიცხული. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ღმერთმა ჯანი მოგცეთ. ბედნიერი იყავით, გახარებული. დიდი მადლობა. გამრავლდით. მადლობა. გამრავლდით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. იმდეხანს გვეცოცხლოს, რომ გიორგის შვილიშვილებიც ამ სტუდიაში მოგვეყოლოს უღრმესი მადლობა. მე კასტილებით ალბათ. უღრმესი დიდი მადლობა, გაიხარე. უღრმესი მადლობა. მადლობა.